საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. საღამო მშვიდობისა გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დავიწყოთ საუბარი იმით, რომ ორგანიზაცია USAID ფაქტობრივად უკვე აღარ შეასრულებს იმ მისიას, რომელიც მას ჰქონდა დაკისრებული ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. აქ იგულისხმება ის ძირგამომთხრელი საქმიანობა, რაც ნიშნავდა შემზადებას აქ მორიგი ფერადი რევოლუციის და ეს არის უკვე საგანი განხილვის არა მხოლოდ რა თქმა უნდა საქართველოში, არამედ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ტრამპის ადმინისტრაციის ეფექტური მთავრობის მრჩევლის რონ პოლის განცხადება, რომელიც პრინციპში ადასტურებს იმას, რომ ეს ორგანიზაცია აქ აპირებდა გადატრიალებას. უпростоროდ ხელს უწყობდა ფინანსურად ამ საქმეს. ტრამპის მოსვლისთანავე დაიწყო ტორნადო, როგორც ამას ამბობს მისი პარტნიორი, პრინციპში ერთადერთი პარტნიორი ჯერჯერობით, ვიქტორ ორბანი, პრემიერ-მინისტრი უნგრეთის და ევროჩინოვნიკებს, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი თავსატეხი გაუჩნდება უახლოეს მომავალში. მაგრამ ავტოშოკები აი წინა ადმინისტრაციის მოღვაწეობის ჯერაც არის თბილისში. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ მცდელობა, რომ გადაეკეტათ ქალაქიდან მთავარი გასასვლელი და მთავარი მაგისტრალური გზა და მას მერე ასევე მოხდა დაკავებები. უკვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის ყოფილ მერს, სააკაშვილის მთავრობის მერს, სისხლის სამართლის საქმეთ გადაუკვალიფიცირდა ის ადმინისტრაციული საქმე და შეიძლება 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება, სხვა საკითხია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს არის ერთობლიობა ძირითადად იმ საკითხისა, რომლის შესახებაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორი იქნება გიორგი თქვენი შეფასება, საქართველოდან რო დავიწყოთ მაინც, როგორ ფიქრობთ აქ, როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც USAID უკვე აღარ იქნება დამფინანსებელი ამ თავისი ქართველი თანამშრომლების, რომლებიც აქ ასრულებდნენ მათ ინსტრუქციებს და დავალებებს. სხვა დღის წესრიგი დგება, თუმცა არის აი ამ ოპოზიციურად განწყობილი ხალხისგან იმის ვარაუდი და განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის უფრო ავტორიტარული გზით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით დავით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ესე იგი თითქმის 20 დღეა არც კი ხო ტრამპის გაპრეზიდენტებიდან და იმდენი რამე ვნახეთ ჩვენ აი იმ ხელა სიბინძურის ასე ვთქვათ ამოთხრა და სამზეურზე გამოტანა მოვესწარ ჩვენი თვალით ვნახეთ რომ თითქოს ამ USAID-ის ამბავს არ უნდა გავეკვირვებინეთ ასე რომ ვთქვათ მაგრამ ალბათ ამაზე უფრო ასე ვთქვათ ბინძური თემა არც აწე არ იქნება და არც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ახლა როცა USAID-ზე ვლაპარაკობთ პატარა ესეთი მიმოხილვასავით რომ გავაკეთოთ დავით თქვენის ნებართვით რომ მოსახლეობასაც წარმოდა გქონდეს მე ჩემი აი USAID აი ეს გლობალისტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცეცი სოფლიოში სადაც ნუ ზოგადად ახლა 60 წელზე მეტია რაც ეს ორგანიზაცია სხვადასხვა დასახელებით მაგრამ ბოლოს უკვე ამ სახელწოდებით წარდგა მსოფლიოს წინაშე, თუმცა ბოლო 35 წელია ეს საბჭოთა სივრცეში საბდაკავშირის დაშლის შემდეგ, ანუ ესეთი მკაფიოდ გამოხატული აგრესიული პოზირებით გამოირჩეოდა. ამ გლობალისტების ეს აი რაღაცნაირად რომ წარმოვიდგინოთ ჩემო ძვირფასებო მაყურებლებო არის ესეთი ბერძნულ მითოლოგიაში ესეთი ცხოველი ესეთ ურჩხული ქიმერა რომელიც ვეფხვის და ლომის თუ როგორც არის იმით თავით ესე იგი არის წარმოდგენილი ტანი აქვს თხის და დაბოლოება აქვს გველის. აი წარმოვიდგინოთ ეს არის ეს იყო ის გლობალისტები, რომლებიც ამ
ამ სიბინძურეს აწარმოებდნენ მთელ სოფლიოში. ჩვენ ახლა მე მინდა ვთქვა, რომ ეს ქიმერა წარმოდგენილი იყო ორი მკერდით, ერთი ეს არის USAID, რომელთაც ყვებავდა მათ მიერ, ასე ვთქვათ, გადაბირებულ ტვინგამორეცხელ მანქურთებს, ეს აგენტურას, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში და მეორე მკერდით წარმოდგენილი იყო ეს სოროსის ფონდი, რომელიც როგორც USAID, ასევე ალბათ გამზადებულია მოსაკვეთად და საბოლოოდ დასრულდება ამათი ეს ფინანსური უზრუნველყოფა მანქურთებისა და აგენტების. ამ პირობებში რაღაცნაირად ტრამპი დავით წარმოგვიდგა, ტრამპიც რო იმას შევადაროთ მითოლოგიურ რაღაცა ცხოველს პეგასის ფრთოვანი ცხენის სახით, რომელმაც ეს ქიმერა დაამარცხა და სხვათა შორის ერთი წუთი რო წარმოვიდგინოთ, მე პირადად ესეც წარმოადგინა მრჩება, რომ ეს რაღაცა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ზოგადად, ხო, ეს ახლა ამ მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული ადმინისტრაციის პირობებში იყო თუ რაც იყო, ხო? ეს იყო ძალიან დიდი კრახი ამერიკის პოლიტიკის მიუხედავად ამისა და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რა თქმა უნდა ტრამპს ექნებოდა ძალიან დიდი ცნუნება ეს მთელ სოფლიოში მოფენილი ამ მანქურთებისა და აგენტურების მის მმართველობაში გადმოყვანისა, მაგრამ იმდენად ბინძურ საქმიანობასთან არის საქმე, რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი საშიში აღმოჩნდა ეს ორგანიზაცია, ფაქტიურად უბეში გაზრდილი გველების, ასე ვთქვათ, ფუნქცია შეასრულეს და როგორც კი ეს განცხადებები გაკეთდა და დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის ლიკვიდაციასთან, ну, ყოველ შემთხვევაში საომავლოდ ლიკვიდაცია და ესა მასთან გვაქვს საქმე, შეაჩერეს, თანაშრომლები გაუშვეს და შემდეგ. ეგრევე გამოხდნენ ქართველი ASO-s წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ თამთა მიქელაძე იქნებოდა თუ ყოფილი სოროსის ფონდის წარმომადგენელი დარჩიაშვილი, ხო სწორად ვამბობ და ეგრევე ერთმა ილონ მასკს მიაყენა შეურაცხყოფა, რომ ეს არის, ну, დედით გამოხატა დედის შეურაცხყოფით მისი პიროვნება, ხოლო თამთა მიქელაძემ ტრამპზე თქვა, რომ საშიში პიროვნება არისო. ახეთ ხალხო, რასთან გვაქვს საქმე? აქ ხანდახან ენა აღარ მიტრიალდება, როგორ უსაყვედურო ქართულ ხელისუფლებას, რომ დღემდე როგორ ვერ დაასრულეს. ესენი, როცა ტრამპსაც კი, ტრამპის ადმინისტრაციას, ესე ანშლაგით მოსულ ხელისუფლებასაც კი სათავეშივე უჭირთ ამათი მოსპობა და თქვენ წარმოიდგინეთ სათავე გადაჭრილ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, საცეცები წარმოადგენთ დღეს კიდევ ფართხალობენ და რაღაცნაირად გადასული არიან თვით შემოქმედებაზე და ცდილობენ ერთგულება დაუმტკიცონ მათ ყოფილ ბატონებს. რაღაცნაირად წარმოდგენა რჩება დავით, რომ ესენი ვიდრე ბოლომდე ამოიშანთება ეს ეგრეთ წოდებული deep state-ი, ხო? მანამდე როგორც ჩანთ ამ ჭრდილოვან მართლობაში გადაინაცვლებენ მათი ბოსები და იქიდან დააკვირდებიან. ეხლა ჩვენ ვხედავთ შიმშილობის აქტებს მზია ამაღლობელის თამადობით და ერთი ხაზი მინდა გაუსვარო, ალბათ სექტების მსოფლიო ისტორიის მანძილზე არც ერთ სექტას, არც ერთი მისი თანამზრახველი ცოცხლად არ გაუღმერთებია და პირველი შემთხვევა გვაქვს, როცა ეტალონის წამყვანმა ტყეშელაშვილი გოჩა თუ არ ვცდები, მზია ამაღლობელი რაღაცა მით წინასწარ მეტყველური ნიჭით ის ასოები გადაადგილა და მზია ამაღლებული, წმინდა მზია ამაღლებული გახადა და რაღაცნაირად ღმერთად აქციეს ეს ქალბატონი და ბევრი მიბაძავს ალბათ და უბედურება იმაშია, რომ ეს ხალხი, აი რაღაცა პოლარიზება, აი რაღაცა დაპირისპირება, ხო, ითხოვენ არჩევნებს, დავით, ხო? ეს არჩევნები ყოველთვის ვიღაცის დამარცხებით და ვიღაცის გამარჯვებით თავდება. აი როგორ უნდა დასრულდეს ეს პოლარიზება ეს ხალხში. ანუ ეს ხალხი ითხოვს, რომ და შიმშილობენ იმისთვის, რომ ხარი დაუჭიროთ, მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომლებიც ქართველ ხალხს, საღადმოაზროვნე ქართველ ხალხს და საქართველოს საბოლოოდ დაასამარებს და დაუსვამს წერტილს და მიდის ბულინგი, რომ ეს წმინდა საქმეა და ჩვენ მათ ამისთვის მხარი უნდა, ასე ვთქვათ, დაუჭიროთ. აი
ყველაზე უბედური თუ არ გამიგრძელდა სიტყვა დავით თუ ყველაზე დიდი უბედურება არის რა ეს ყველაფერი ჩაებს რა თქმა უნდა ღვთის წყალობით ისე არ დამთავრდება როგორც მათ სურს არც ისე არ განვითარდება როგორც მათ სურს დამთავრდება ისე როგორც ეს ქართველ ხალხს შეშვენის იმ ქართულ ხელისუფლებასთან ერთად და მნიშვნელობა არ აქვს ქართული ოცნება იქნება ვინც სწორ გზაზე დააყენებს ჩვენ ქვეყანას მასთან ერთად მაგრამ ამ გაუბედურებული ხალხის აი როგორ ადამიანების პროცესი ეს იქნება საშინელი პროცესი დავით აი ხალ ვინც მართლმადიდებლები ხართ არ გვესწავლება ესე შეპყრობილი ამათ რო უყურებ ეხლა ეშმაკისგან შეპყრობილები არის და ქრისტიანობაში არის ესეთი შეპყრობილებს ესეთი ლოცვა კვეთებულის ლოცვა ქვია როცა ასე ბოროტი დაეუფლება ადამიანის სხეულს და სულს უკითხავენ კვეთებულის ლოცვებს მაგრამ თუ ძალიან ღრმად არის ეს შეტოპილი ბოროტი ამ ადამიანის სხეულსა და სულში ამ კვეთებულის ლოცვისას ამ მისი გამკურვის პროცესში თვითონ ადამიანიც კი იღუპება. აი იმ დონეზე ხართ მისულები, თქვენ საწოდავებო, თქვენა და ნერვიულობთ, ყველა თქვენ კი გთვლით თქვენ ტრებად და ერთი სული გაქვთ, როდის დალევთ ჩვენ სისხლს, მაგრამ ჩვენ საღადმაზრონე ქართველები თქვენზე ნერვიულობთ და ფიქრობთ უკვე იმაზე, როდის და როგორ უნდა გიმკურნალოთ და იმედია ეს მკურნალობა თქვენთვის ფატალურად არ დამთავრდება, მკურნალობის პროცესს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ასე რომ რასთან გვაქვს საქმე დავით აი სრული საგიჟეთია კლინიკა რაღაცა არ ვიცი ხა მაგას რო ოდესმე ვინმეს რო ეს 1-10 წლის წინ რო ვინმეს ეს აღეწერა ნუ არ ვიცი ფანტასტიკის სფეროსაც ცდება და ჟანრი რა ვიცი რა ჟანრი შეიძლება ალბათ დეპრესია დაეწყებათ ახლა ტრამპმა თავიდან თქვა რომ ამ USAID-ის მოღვაწეობას 90 დღით აჩერებს ნუ ამ 3 თვით თუმცა მე ნუ იყო ინფორმაცია რომ ის თავარი head office-იც დაიხურა თავად ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებითვე და ნუ გაუქმდეს ეს ორგანიზაციაო. გადაიბარა უფლებამოსილებები რუბიომ. მაგრამ თვითონ ამ USAID საინტერესო რა გახლავთ რომ ჯერ კიდევ 60-იან წლებს 61 წელს კენედის დროს როდესაც დაარსდა უფრო ადრე ხა შტატებს გამოცდილება აქვს გუვერის დროს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ეხმარებოდა შტატები სხვა ქვეყნებს ნუ ძირითადი მოტივი არის იქ დემოკრატიის დანერგვა ჰუმანიტარული საკითხები ეკოლოგიის საკითხები მაგრამ აშკარა იყო უკვე რომ ტენდენცია იყო ესეთი ჩრდილოვანი ოპერაციების პირდაპირ არა თუმცა დღეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აქვს ჩვენი საქართველოს ხელისუფლების ამბობენ იყო ეს შემთხვევა როდესაც ეს პარალელური გადათვლა 2020 წლის იყო გაყალბებული და ფინანსდებოდა USAID-ის მიერ და წარმოიდგინეთ თუ კი 41 მილიონი ითქვა ხო თუ არ მეშლები მე მგონი ხო ნუ ამ ხელა თანხა თუ დაიხარჯა ამაში წარმოიდგინეთ თვითონ USAID დაახლოებით 50 მილიარდით აფინანსებდა მთელ სოფლიოში ამ ესეთ დამხმარე პროგრამებს სხვა ქვეყნებისთვის. ეს არის უპრეცედენტო. სხვა ქვეყნებს არ ქონია ასეთი დახმარების თვითონ ეს სისტემა აგებული. მაგრამ რამდენიმე ფაქტი იყო იმისა, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი პუბლიცისტი უილიამ ბლამი ამბობდა, რომ კუბაზე რამდენიმე მცდელობა იყო USAID-ის ხელით კუბის ხელისუფლების დამხობის. ჯერ იყო 2009 წელს, მერე 14 წელს კუბელი რეპერების ან მუსიკოსების ჩართულობით უნდათ შეეჯანჯღარათ კუბის ხელისუფლება. პირველად მაგალითად პაკისტანის გავლით შემოვლითი გზებით რომ არის ასე ვთქვათ კარტი რომ არ გაშიფრულიყო ეს სქემები და ნუ ასეთი მასალები ჟონავდა მედიაში. ნეტზე მაგალითად გუშინ ვისაუბრე რომ პირდაპირ ჩრდილოვან ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეძახიან დღემდე თუმცა აი მიიჩნევა რომ USAID-შიც ამაზეც დაწერილა რომ თვითონ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ან ხო იყვნენ ამოფარებული ანუ საფარქვეშ USAID-ის საფარქვეშ მუშაობდნენ და თავად ახლა ეს აბრევიატურა ნუ
ყველგან მითითებულია და წერია, რომ ეს არის ამერიკელი ხალხის დახმარება ამ მესამე ქვეყნებისადმი და ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ისინი აქ დაუპირკოლებლად მუშაობდნენ, მაგრამ ტრამპმა აყირავა ყველაფერი. ეს თვალნათლივ ჩანს, იმედია ეს ესეთი მისი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში გადათამაშება არ იქნება 4 წლიანი თუ 5 წლიანი. და შემდეგ კვლავ ისევ ეს როგორც სამთავიანი ჰიდრა ისევ არ წამოყოფს თავს, არ ვიცით. ფაქტი ერთია, რომ საქართველოში როგორც ჩანს იყო მართლაც ჩარევის მცდელობები ან ეხლა ჩვენ რო არ ვივარაუდოთ დავით, აი წეგან თქვენ ახსენეთ რონ პოლი ხო? ეხლა ვინ და ამათმა ადმინისტრაციამ თუ არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით 80-მდე ქვეყანაში მათი განცხადებით და ამის დათვლა ძალიან მარტივია, ეხლა მაგას აქ არ დავიწყებთ. CIA-ის დახმარებით და ფაქტიურად მის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა UNICEF-ი, განხორციელდა ხელისუფლებების გადატრიალება და ხასუსამე სადაც დემოკრატიულად ადგილობრივი ხალხის ნებით იქნა არჩეული ის ხელისუფლებები. აი ზუსტად მაგას აპირებდნენ საქართველოშიც. უმეტეს ადგილებში, რა თქმა უნდა, 80-ვე ქვეყანაში არ იქნებოდა დემოკრატიულად არჩეული, მაგრამ უმეტეს ადგილებში, ხო? ჩვენ ამ მასშტაბის და მსგავს იმებთან გვაქვს საქმე. ეხლა როცა ჩვენ ვაპარაკობთ აი საქართველოს აი რასთან გვაქვს საქმე, ეხლა ჩვენ რატო გამოდის ტრამპის ადმინისტრაცია და ესე რატო უპირა, ეხლა გლობალისტები ზოგადად ეხლა ეს არის აგრესიული იმპერიალისტური ზრახვების მქონე ადმინისტრაცია ტრამპის თამადობით, რომლებიც ეხლა უყურე რაზე არიან გადართული. ამ შეერთებული შტატების ტერიტორიების გაზრდაზე, შესაბამისად ალბათ მოსახლეობის გაზრდაც არის აქ ჩადებული და მარტო ტერიტორიები აქ არაფერ შუაში არ არის, 500 მილიონს გადააჭარბებენ და რაღაცნაირად მოექცევიან იმ სისტემაში, სადაც უკვე ის ნორმალური ფუნქციონირების ეკონომიკას რაც ჭირდება, ის რაოდენობა იქნება. შემოიფარგლება, ხა გუმბათის მშენებლობა დაიწყო და თუ მშვიდობისთვის თუ ამოსული ომისთვის პრინციპში ის რომ თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის, ეს პერიოდი დაწყებულია გადანამსოფლიო ახალი მრავალკონტურიანი და უკვე მიდის ბრძოლა იმისო ეს კონტურები ვინ იქნება, ხო კი გავიგეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი ბევრი ეჭქვეს აყენებს რუსეთს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა წინაპირობა არსებობს იმისი რომ ეს ერთ-ერთი მესამე კონტური რუსეთია. მაშინ როცა აგერ ხელოვნური მზის რეკორდი მოხსნა ჩინეთმა და 100 მილიონ გრადუს გადა თერმოიმით ხო რაღაცა ხო ტრილიონიანი ბრუნვა არ ვიცი აი ისეთ გლობალურ თემებზეა და აქ ვიღაცა მზიამაღლობელი წამოგიწვება გამიგე და ვეღარ გავცდით ამას რომ შიმშილს იქ გზის გადაკეტვას იქ ლექსად გამოსვლა შეურაცხყოფელი ხელისუფლების თუ არ ვიცი და აი სრული ქაოსი თუმცა მე მაგალითად ხელისუფლების მხრიდან იმ ტაქტიკაში რომ ლოდინის რეჟიმშია გადასული და მიშვებული ყავს ეს ხალხი ნანებაზე, იმიტომ შეპყრობილების განკურნების ხერხი ჯერჯერობით კვეთებულის ლოცვის გარდა არ მოუგონია არავის, მიშვებული ყავს რაღაც პერიოდ მე ამას ვეთანხმები. ამათთან რაიმე სახის კონფრონტაციაში შესვლა სამოქალაქო დონეზე გულისხმობ. გამოიწვევს ესეთ შედეგებს, რაც მათ აქვთ გათვლილი, რისთვისაც იუსაიდს გადახდილი აქვს თანხები და გლობალისტების მე რაც იყო ასე ვთქვათ ცდილობენ მაქსიმალურად მაგრამ არ გამოსდის ის გზების გადაკეტვაც სწორედ მაგაზია რომ ის სამოქალაქო ანუ ის მოქალაქეები ის საქართველოს მოქალაქეები რომლებიც კომფორტის ზონიდან გაყავთ სპეციალურად რომ კონფლიქტში შემოვიდეს ამის მიღწევა უნდა და მე კიდევ ერთხელ ამბობ ხელისუფლების მხრიდან ის პოზიცია რაც დღეს უჭირავს მათ მიმართ არის სწორი თუმცა გაურკვევლობაა ხო საგარეო ვექტორზეც დავით ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერი იკვეთება რაღაცები მიდის ასე ვთქვათ გადაფორმატირება სხვადასხვა ორგანიზაციები იქნება თუ მიდგომა ზოგადად ცდის რეჟიმია ჩართული მოცდის და ალბათ რეაქციებსაც აკვირდებიან ეხლა რაღაც აი როგორც ეხლა ავატყობს რაღაცა წამალს რო გაუკეთებ და უნდა დააკვირდე აუწევს სიცხე და აი რაღაც ამ პროცესში ვარ და ამ პროცესში მკვეთრი ნაბიჯების გადამდგმელი ვერ იქნება ხელისუფლებას თუმცა ალბათ რაღაც პერიოდის მერე იქნება ძალიან კაცრად მისაღები ზომები არა
არა ამ მოქალაქეების მიმართ, ვისაც 2-3 წელს და 4 წელს ურიგებთ ეხლა გზის გადაკეტვის გამო, არამედ მათ უკან დამდგარი იმ არაკაცების გამო, რომლებიც ყოველ ჯერზე გამოდიან და დღეს უფრო გაბრაზებულია ქართველი ხალხი და რახან ეს 5 კაცი დავიჭირეთ, კიდე მეტი გამოვალთ და ერთი არ მახსენდება რომელიმე ჩამჯდარი იყოს მოიხატოს ამ მსგავსი რაღაცებს შევლენ 2 დღით გამოვლენ და არ ვიცი, ცხოვრებივით ყავთ აყოლებული ეს მოსახლეობა. ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის დღეს რისი თქმაც შეახლა ყაველაშვილის ის იყო დავით არ შემიძლია არ შევეხო აი იმ ფარგლებში რასაც პრეზიდენტის უფლებები ითვალისწინებს ხო მე ვფიქრობ რომ ძალზედ მოზომილი და ნორმალური გამოსვლა იყო იმ გაგებით რომ და ორ ფაქტორს გამოვყოფდი შეეხო აფხაზეთსა და ოს ძმებსა და აფხაზ ძმებს და შეეხო ნარკომანიასა და დემოგრაფიას აი პრობლემები სად არის დავით და მე მინდა მოუწოდო რომ გამოვიდნენ მე მდინარაძეც გამოვიდა და სხვა მთავრობის წარმოადგენლები რომლებსაც თქვათ რომ მათ აქვთ ესე იგი პროგრამა ამ ნარკომანიასთან დაკავშირებით და ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი აი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის დღეს ნარკომანიის პრობლემა დგას მით უმეტეს ეს ვინც იმაზე დგას მეტადონის პროგრამაზე და რაღაცა და მხოლოდ პროგრამაზე ზიან და არაფერი სხვა ღონისძიებები არ ხორციელდება ფაქტიურად ჩამხრჩვალია საქართველოს მოსახლეობის ის ნაღები ვაჟკაცები რომლებიც ამ ლიბერალების კლანჭებში არ არიან გახვეული მაგრამ გაეხვნან იმ აუბედით უბედურ სენს რასაც ნარკომანია ქვია და ამათი გამოყვა ამათ აი მხროვის რუსთავაზე რო დადის ამათ მკურნალობაზე უფრო მეტი აუცილებელი იქნება მათი მკურნალობის ფორმები და თუ ამას ხელისუფლებამ სათანადო ყურადღებას მიაქცევს კიდევ მეტი ის იქნება ეს მეტადონის პროგრამა თქვენ ახსენეთ და ეს საკმაოდ ისეთი რთული და საკამათო თემა, ну, ახლა საქართველოში კი მიმდინარეობს ეს მეტადონის პროგრამა, მაგრამ მე ჯერ კიდე ადრე 15 წლის წინ საკმაოდ ვრცელი საგაზეთო პუბლიკაცია გავაკეთე პროფესიონალებთან, ვინც ამ მაშინ დავა იყო ჯერ კიდე ფიქრობდნენ ჭირდება ეს საქართველოს თუ არა და მე არ გავექცევი ახლა პასუხისგებლობას იმ კუთხით რომ მე დავიჭირე ერთი მხარის პოზიცია. ნუ შემდეგში საკუთარი ანალიზის თვალსაზრისით, თორე იქ მასალაში იყო უბრალოდ მხარეები გამოხატული. სოროსაც აქვს კავშირი და გლობალ ფონდი იყო ასეთი ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა ეს ეგრეთ წოდებული სინთეტიკური ოპიატი მე არ მინდა რომ რამე შემეშალოს ახლა მე პროფესიით არ ვარ ექიმი, უბრალოდ რაც მეხსიერებაში შემომრჩა, იმის თქმა მსურს. ეს არის პროლონგირებული მოქმედების ნარკოტიკული საშუალება, უბრალოდ არ არის ინტრავენური. ანუ ნარკომანი დასნებულნებულები არ იყენებენ ნემს, როგორც ასეთს, რომელიც ვიცით ხო, იკეთებდნენ ვენაში. რაც არის გადამდები ამ 1000 დაავადებების, იქნება ეს C ჰეპატიტი, შიცი თუ ასე შემდეგ და ნუ ყოველ შემთხვევაში სტატისტიკაც იყო, ვისაც ჰქონდა C ჰეპატიტი, მაღალი პროცენტული შემადგენლობით იქ შიცის გადატანის დიდი ალბათობა იყო. აი HIV ინფექციის უпроსტოდ. ხო და ეს არის ვაჟინის სახით, რომელსაც იღებენ და თქვა თუ ექიმამდე მივათ, ნარკოლოგამდე საქმე, უფრო მეტად არის მართული ეს პაციენტი. ანუ აი ეს ეგრეთ წოდებულ ლომკას, რომელსაც ეძახიან, რომ 24 საათი რო გავა იმ ბინძურინემსით გაკეთებული ნარკოტიკის, ეს არის 36 საათის მოქმედების ეს ვაჟინი. და ასწრებენ თქვა იმის კუპირებას, რამე რეაქცია თუ ექნება აღზნებულობა, რაღაც აგრესია და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრ ქვეყნებში არ გაამართლა ამ პროგრამამ. მაგრამ მაშინ როდესაც აქ მიიღეს ეს და ჩვენ ვიცით რომ შევარდნაძე 2 სკამზე იჯდა, სააკაშვილი მერე უფრო ოსტატურად 1 სკამზე გადახტა. დიდი ფული ჩაიყარა აქ საქართველოში აი იმ ჯიბის პარლამენტების დეპუტატების დონეზეც კი რომ ერთხმათ მიიღოთ ეს კანონი რომ ამუშავებულიყო ეს მეტადონის პროგრამა საქართველოში. მაგრამ სტატისტიკური მონაცემები რო გითხრათ, მაშინ ჯერ კიდე აი როდესაც ის მასალა გითხარით 10-15 წლის წინ გავაკეთე კატასტროფა ხდება მამაკაცებში ნარკოტიკ დამოკიდებულებში. პროფესიონალებთან მქონდა საქმე და გელა ლეჟავასთან, რომელიც ამ დარგის სპეციალისტია და
საქმე იმაშია, რომ იმ სტატისტიკური მონაცემებით 200,000-ზე მეტი ნარკომანი იყო. ან წარმოიდგინეთ საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონიანი, თუ პირობითად ნახევარი ქალები და ნახევარი მამაკაცები, აქ ჩაუთვალოთ თქვა უკვე არასრულწლოვნებიც რო გამოვაკლოთ, ხო? ახლა ბავშვებს არა აქვს ესეთ შეხება პირდაპირ, ხო? ან 18 წლამდე ასაკის ხალხი. ესეც ხო ნაწილია 1/13 და უკვე ასაკოვანები, რომლებიც მამაკაცებზე მაქვს საუბარი. ანუ საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ თუ 18-დან 50 წლამდე მამაკაცები, თქვათ ამ 3 მილიონი მოსახლიდან არის მილიონი 200,000 ნარკომანი, თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა ციფრია, ანუ არა რეპროდუქცია, არა გამრავლება, მეტი სიკვდილიანობა, ღვიძლის კარცინომა, ანუ დაშლა, ვინც წამალს იკეთებს, ხო წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა მის სისხლში და მის სისხლძარღვებში. ანუ ეს არის კატასტროფა. აი ეს საკითხები არის საქართველოსთვის მსჯელობის საგანი და საინტერესო მომენტია. კი, ორი სიტყვით ისევ გავაგზავნებ მაგ თემას. აი მაგალითისთვის ავიღოთ ახლა იმ ავად სახსენებელი სააკაშვილის პერიოდში რაღაცა პერიოდი იყო მოდი ბაზარი დავარქვათ, ბაზარზე შემოყარეს ნარკოტიკული საშუალებები, მიდრეკილების მქონე ყველა ახალგაზრდა იყო თუ ხანშესული და ასე შემდეგ, შეჯდა ამ ნარკოტიკებზე, ეს ჰეროინი იყო, ოპიუმი იყო თუ რაც იყო, აქ არ არის მარიხუანაზე, მსუბუქ ნარკოტიკებზე, რომელსაც რომ მოკლა ნარკომანი ვერც მოწევს, იმიტომ რომ იმდენად ძლიერ ნარკოტიკებზე ზიან. მერე ერთ პერიოდი გადაკეტეს ნარკოტიკული ეს იყო ჩვეულებრივი გენოციდი და ის კი არა მეტადოლის პროგრამა და გადაკეტეს და ხალხი გრიპის წამლებით და ემეებით ბჭყალებში кайფობდა და ნახევარი საქართველოს უკუღმა დადიოდა უკვე იმის კონტროლი ორგანიზმის კონტროლი ამის შემდეგ ხდებოდა მათი დაკავებები სადაც არანაირი პროგრამები ციხეებზე არ იყო და ლომკებში იხოცებოდა ადამიანები ეხლა იმის თქმა რომ მეტადოლის პროგრამა ცუდია, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი არის პროგრამა, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში და ეს რა თქმა უნდა დიდ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. ეს ჯანდაცვას, ზოგადად ქვეყნის ჯანდაცვას ძალიან მძიმე ტვირთად ადევს. ოღონდ მიზანი, რაც ამ მეტადოლის პროგრამას გააჩნია, ნამდვილად ღირს ამ ფასად. ამას თავი გავანებოთ ახლა გაუბედურებულ ახალგაზრდებს, ზოგადად მოსახლეობას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ C-ჰეპატიტის პროგრამა გვახსოვს ძვირად ღირებული მკურნალობები და ბევრი ცდილობდა უცხოეთიდან ჩამოდიოდნენ და აქედან რაღაცა შაუბნელი გზებით ცდილობდნენ ის წამალი მოეპოვებინათ და თვითონაც ეკეთებინათ 1000 რამე გვახსოვს უბრალოდ ჩემო ძვირფასებო ხელისუფლებას მიუმართავ თქვენ ყავთ ამ კუთხის სპეციალისტები ახლა ზერელედ არ მინდა რაღაცა ვთქვა თუმცა ერთი რამის მოგვარება დღესვე შეიძლება წარმოიდგინეთ დავით ქვემო ქართლის რეგიონი წალკა თეთრი წყარო დმანისი და ასე შემდეგ რომელთა ამ წამლის მიღების ცენტრი არის ფონიჭალა და ეს მიღება ხდება ყოველ დღე ეს ხალხი ყოველ დღე რაიონებიდან უნდა ჩავიდეს ფონიჭალაში გადაყლაპოს ის სითხე და ავიდეს ჩვენ ერთ საქმეს კი ვაკეთებთ მაგრამ ამ ხალხის გადაადგილება ფაქტიურად ეს ადამიანები ახლა წამლით მოკვდებიან მეტადონის პროგრამის გარეშე თუ გზებზე დავხოცავთ ამათ და მათ მშობლებს და ოჯახის წევრებს ხარჯებად დავასვამთ არ ვიცი რომელი უფრო დიდი სიკეთე არის ახლა მეტადონის პროგრამა თუ ამ ცენტრ ხო შეიძლება რაიონ რაღაც უახლოეს რაიონში იქნას გადატანილი რაღაც სანამ იმ თქვენ ჩაფიქრებულ ღონისძიებებს განახორციელებთ ამის მიხედვით და კიდევ ერთი მეტადონს გააჩნია ესეთი პროგრამა ეს არ არის საკაიფო წამალი თუმცა დამწყებისთვის არის მაგრამ როცა ლომკა აქვს ადამიანს ეს არის მომხსნელი 24 საათიანი მოქმედების და ეს არ შეიძლება ამაზე წლობით დასვა ადამიანი არ შეიძლება ეს მერე იწევს მიჩევას და ამ მეტადონისგან გამოყვანა როგორც მიჩეული ადამიანის არის სრულიად წარმოუდგენელი ხო ეს იყო უბრალოდ დასაღუპად ყავს ბატონო ეს არის ნემსისგან პრევენცია ბინძური ნემსისგან კი თუმცა ამით მკურნალობა დიდხანს არ შეიძლება ამას სამკურნალო საშუალებაც არ არის ეს
ხო ლომკის მოსახსნელი რაღაც პერიოდი მე უნდა გაგრძელდეს ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ მუშაობა რომელიც საქართველოში არ ხდება და ჩვენ ამის ადრე თუ გვიან აი როგორც ახლა ჯანდაცვი აი ცეჰეპატიტის პროგრამა და ასე შემდეგ არანაკლებ ძვირი იქნება ეს პროგრამა მაგრამ რა ვქნათ ამ უბედურების წინაშე დგას ქართველი ხალხი და ამის გაკეთება ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს კი ნუ აქ დრო არის რა თქმა უნდა საჭირო ამ ყველაფრის გაანალიზება და მართლა მისახედია ჩვენ ძირითადად იმ პრობლემებზე აი რასაც ვთქვათ იგივე ხელისუფლებაც ბოლო პერიოდში საუბრობს აქ არის კონკრეტულად მოსახლეობის რაოდენობა ანუ უნდა გამრავლდეს ერი უნდა მაქსიმალურად იყოს ხელი ხელშეწყობა უნდა იყოს ახალგაზრდების რომ დასაქმდნენ ასევე დამაგრება მოსახლეობის საჭირო ან მუნიციპალიტეტებში სოფლებში რომ გადინება არ იყოს დიდი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მობილიზება მოხდეს რომ ხალხი იყოს დასაქმებული, იყოს სამსახურები, თუნდაც რაღაცაზე ვიფიქროთ, რომ გასაღების ბაზარიც იყოს და ასე შემდეგ. აი ერთ რამეს დავამატებდი ამ კუთხით, აი დემოგრაფიული მდგომარეობის კუთხით, დავით. აი პირადად მეც ჩემმა ოჯახმაც რაც გადავიტანეთ. ანუ სანამ ჩვენ არ შეგვეხო ვერ მივხვდით. როცა ქალბატონი არის ფეხმძიმე რაღაც 6 თვის შემდეგ, რა ქვია, რო დეკრეტული, თუ სწორად ვამბობ სიტყვას. სამსახურიდან თავისუფლდება. ამ დროს ხელფასი ხო ჭირდება ამ ქალბატონს არა და ქართულ კანონმდებლობაში არის ჩადებული ესეთი რაღაცა რომ ის კომპანია რომელიც ამ საჯარო სამსახურებზე არ ვამბობ იქ სახელმწიფო ვალდებულია მაგრამ სახელმწიფომ არ დაავალდებულა კერძო კომპანიები და წერია რომ კეთილი ნების შესაბამისად შეუძლია მოიქცეს იმ კერძო კომპანიას და კეთილი ნება რა რომელი კომპანია მისცემს ასე ვთქვათ ხელფას კეთილი ნებით შერჩევითი ის არის ალბათ ხო ესეც ძალიან მოქმედეს მით უმეტეს დღეს საქართველოში ქალთა სამსახურები უფრო იშოვება ვიდრე მამაკაცების ოჯახების ალბათ დარწმუნებული ვარ 70-80% ქალები მუშაობენ და არჩევენ ოჯახებს და ამ პირობებში ეშინიათ ოჯახებს მისი დაფეხმძიმების შემთხვევაში დაკარგავენ იმ ერთადერთ საარსებო წყაროს და ლუკმაპურის გარეშე რჩებიან ესეც მისახედია ასევე ფეხმძიმების პერიოდში გამოყოფილა თქვა 1000 ლარია თუ 800 ლარი არაფერში არ ყოფს დაავადებულია ადამიანები ისეთ ბინძურ გარემოში გარდა ფსიქოლოგიურისა იმს რას ვჭამთ კაცმა არ იცის ხო იქნებ ესეც უზრუნველყოს სახელმწიფომ რომ ქალბატონი რომელიც ამას გადაწყვიტავს მრავალშვილიანობას იქნება თუ უბრალოდ შვილიანობას ხელი კონდეს შეწყობილი სამსახურიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც და მისი ყოველგვარი ხარჯი ფეხმძიმობისა უკლებლივ იქნას ანაზღაურებული ამაზე ფიქრი ქართულ ადამიანს არ მოუწიოს ქართველს იმიტომ რომ ყველა მრავლდება საქართველოში ქართველის გარდა იმიტომ რომ თუ ვინმეს ახლა USAID-ზე ვლაპარაკობდით და გლობალისტებმა ამ deep state იქნება ომის პარტიებმა თუ ჩვენთან ჩაბუდებულმა გვარით ქართველმა მანქურთებმა ზიანი მიაყენეს საქართველოში ეს არის ქართველი მოსახლეობა რომელმაც საკუთარ ტყავზე იწვნია და დღეს შედეგებს ვიმკით ამის ირგვლივ კი ბატონო და ახლა შევეხოთ უკრაინის თემას მაინც ვერ გავექცევით იქიდან გამომდინარე რომ დღის წესრიგია ტრამპის საპრეზიდენტო ვადაში იმედია ნუ ყოველ შემთხვევაში თავად უფრო მალე ფიქრობს ამ კონფლიქტის მოგვარებას და უკვე ვრცელდება სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა იმ ქალბატონმა განაცხადა რომ უკვე მზად არის კიევი რომ განიხილოს ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება თუ კი იქნება ასეთი უკრაინაში არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით. და მე აქვე ტელემაყურებელსაც შევახსენებ რომ ზელენსკი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, ანუ პრინციპი მაშინ იყო ასეთი, ჯერ ომის დასრულება და შემდგომში არჩევნები. ახლა უკვე ასე აღარ სხვაგვარად ჭიკჭიკებენ, აი როგორ ვთქვა ახლა, ზუსტად ესადაგება ეს სიტყვა, იმიტომ რომ გრძნობენ, აი რაც ორბანმა თქვა, ამას უკვე გრძნობენ თავიანთ ტყავზე, აი ეს მოკალათებული ბირთვი, რომელსაც ეწოდება ის უკრაინის ხელისუფლება, ევროპელ ჩინოვნიკებს, ანუ ბრიუსელს, აი ბრიუსელის ბიუროკრატიასაც დაუდგება ეს დღე.
დიდი ალბათობით, მაგრამ ტრამპი აკეთებს რას? თავის სტიქიაშია, თავის სტილში მოქმედებს, უკრაინელებს, უпростоრთ უკრაინის ხელისუფლებას ახლა ევაჭრება სხვაგვარად. პირობას უყენებს, რომ თქვენ გაქვთ სასარგებლო წიაღისეული, მადნეული ისეთი, რომელიც შეფასებულია ტრილიონებით და შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება ეს ძვირფასი მეტალები. აი ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ თქვენს დახმარებაზე და აი ამ ომში უზრუნველყოფაზე თუ რა ვიცი როგორც გენებოთ, ან ყოველ შემთხვევაში აი ამ ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ შემთხვევაში თუ თქვენგან ამოვიღებთ ამას. და ზელენსკი უკვე ამბობს, რომ კი, ჩვენ ალბათ დავთანხმდებით. გარდა ამისა, ტრამპი ამბობს, რომ 300 მილიონია გარღვევა. იმ დახმარებისა, ხო 3 მილიარდი, რაც თქვა შტატებმა გაიღო უკრაინის დახმარებისთვის, ხოლო ევროპამ არა. და ეს არ არის მართებულიო. და აქედან გამომდინარე, მთელი სეირი კიდე წინ გვაქვს. ხო, აი თქვენი შეფასება როგორი იქნება გიორგი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ერთია ახლა ის რასაც გეგმავს, ნაბიჯ შეიძლება მართლა დააყენოს ეს საკითხები, მაგრამ როდემდე გაგრძელდება აი ეს მთელი აურზაური აი ამ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა ის თავის დანაპირების შესრულებას, 100 დღე ითქვა, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება გაგრძელდეს. რუსეთის ფაქტორიც არის აქ მნიშვნელოვანი და საინტერესო. მოკლედ, იქამდე მივალთ ბოლოს, ახლა მე რასაც ვიტყვი დავით, ყველაფერი მეტყოლებს იმას, რომ აქ მთავარი ფაქტორი არის რუსეთი და რა. ჩვენ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უბრალოდ რეკლამა არ იყო, ნამდვილად ესე ეგონა ტრამპს, რომ ერთ დღეში დაასრულებდა რუსეთ-უკრაინის ომს და სინამდვილეში ამერიკა რუსეთის ომს უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ძალიან როგორც ჩანს მოულოდნელი პრობლემების და სიურპრიზების წინაშე აღმოჩნდა. შემდეგ დაითქვა ეს 100 დღე ამ პერიოდისთვის, იქნა შეთავაზებული სხვადასხვა ვარიანტები ზელენსკისთვისაც. ჩვენ თუ გვახსოვს, ზელენსკი თავიდან თითქოს ბოდიშამ გამოთქვას და ჯორჯზე შეძდა და რაღაცა სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი. იყო მერე ზელენსკისგან იმის მინიშნებებიც, რომ თანახმა იყო გარკვეული ტერიტორიების დათმობის ხარჯზე ეს მოლაპარაკება შემდგარიყო, მაგრამ წერტილი დაუსვა ამას იმან, რომ რუსეთის ასე ვთქვათ პრეზიდენტმა, ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკი არის არალეგიტიმური მართველი უკრაინის პრეზიდენტი და მასთან არანაირი მოლაპარაკება და ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება. აი ამის შემდეგ იწყება უკვე არჩევნებზე ლაპარაკი. აი სწორად რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ზელენსკის ამ ცოდვასაც აკიდებენ, რასაც ტერიტორიების დათმობა და ალბათ უკრაინის სრული განადგურება ჰქვია მისი ხელშეკრულების გაფორმებით და ამისთვის მისი ლეგიტიმაცია ჭირდება და სასწრაფოდ ეხლა ატარებენ არჩევნებს, რომ ამ ცოდვით გაიყვანონ თამაშიდან და მე არ ვისურვებდი, მაგრამ სავარაუდოდ ზოგადად გაიყვანენ ასე ვთქვათ ამ ქვეყნიდან, საბოლოოდ ალბათ და ამის მომსწრენი ვართ ეხლა და ამაზე ჩვენ ეხლა ამ წუწუნიც ეხლა ჩვენ ხომ ნახეთ, რომ 100 მილიარდი დოლარი მე თვალით არ მინახიაო. ანუ ეს ის ზელენსკი აღარ არის. ბიძია ბაიდენთან რომ ხელი ჩახუტებულიყო, როგორც ჩანს, იმდენად რთული მდგომარეობის წინაშე დააყენეს, რომ განა თუ ის, რომ ტრამპის შეთავაზებაზე დათანხმდეს და რასაც ეთქვან ის გააკეთოს, დაამატეს კიდევ, რომ თან უნდა უჩივლოს ბაიდენის ადმინისტრაციას და იმ საქმიანობაში, რასაც ახლა ტრამპი ახორციელებს გლობალისტების მიმართ, მხარდაჭერა გამოუცხადოს. ამის ნაზავს ხედავთ ჩვენ ახლა უკრაინასთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რაც ტრამპმა განაცხადა, სხვათა შორის დახმარებით კი არა, რაც აქამდე დავეხმართ, იმის ამოღებაზეცაა ლაპარაკი იმ წიაღირსეულით და ჩვენ პესკოვის განცხადება ვნახეთ, სამხედრო დახმარების მიყიდვაზეა ლაპარაკი ფაქტიურად ახლა ტრამპის მხრიდანო და ის
თუკი ამომს ასრულებს რომელ სამხედრო დახმარებაზეა დავით ლაპარაკი აქ ლაპარაკია იმაზე ის უკვე გაღებული 300 მილიარდის ამოღებაზეა ლაპარაკი რომელსაც ნამდვილად არ შეარჩენენ უკრაინას თუმცა მათ და საუბედუროდ მინდა ვთქვა რომ ის რამ მსხვერპლიც უკრაინამ გაიღო 300 მილიარდს კი 300 ტრილიონზე მეტიც ღირს მაგრამ იმდენად დაუნდობელია ეს გლობალისტური სამყარო თუნდაც იმპერიალისტური ტრამპის ხელმძღვანელობით დღეს რომ არც ერთ თეთრს არავის არაფერში არ პატიობენ და ჩვენ რამდენიმე თვის წინ ჩვენ მქონდა გადაცემაში ნათქვამი რომ ის მიწის მეპატრონეები რომლებიც ეს შავმიწა ნიადაგის მეპატრონეები არიან უცხოელები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ მათივე მიწის დასაცავად დაღუპული სამხედროები რო არ დაემარხათ მათ მიწებში. წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? და აქ ზელენსკი უბრალოდ განათუ მეწოდება უკვე არარაობად მიმაჩნდა მე რატომღაც გონია რომ მოსიარულე გვამია უკვე მათ თვალში და არავინ არაფრად არ აგდებს რა. ეს კიდევ ერთხელ ამ ვარჩენების ჩატარება ეს არის ფორმალობა. სამზომი ჩაურთეს ფაქტია. როგორმე მიანიჭონ ლეგიტიმაცია ამ კაცს და ეს ცოდვაც გააყოლონ და დაამთავრონ ეს მასკარადი ასე ვთქვათ ეგრეთ წოდება. რუსეთთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით იქ რუსეთის პოზიცია არის ურყევი დღემდე იმას ამბობენ რომ სწორედ ამ ზელენსკის მიღებულია ეს გადაწყვეტილება ხელმოწერილი ბრძანებულება რომ არავის არ აქვს უფლება რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკება თუნდაც ამ კონფლიქტში ვთქვათ რომ დაამთავროს ეს საკითხი გადაწყვიტოს მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა რუსეთი ამ თვითონ პუტინს აქვს ნათქვამი რომ შესაძლებელია რადამ ვთქვათ გამონახონ იქ იმის მექანიზმი რომ თუნდაც რადას სპიკერმა მოვაწეროს ხელი და გაფორმდეს ეს დოკუმენტი ან საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი სიტყვა რაც ითქვა თუნდაც პუტინის მხრიდან ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვისო ანუ ახლა ხშირად ამბობენ რომ აი რუსეთის ნდობა არ შეიძლება იქ რუსეთ-კრემლის ნდობა არ შეიძლება ასე შემდეგ მაგრამ იქ თვალნათლივ ჩანს რა პრეტენზიები აქვს რუსეთს თვითონ აი გლობალური დასავლეთის მიმართ ანუ პირდაპირ ამბობენ აი ლავროვმაც თქვა რომ უკრაინა გამოყენებული იყო სწორედ როგორც რუსეთის საწინააღმდეგო ესეთი ბულდოზერი რომ შეერყია რუსეთის საზღვრები ამ კუთხით იქ შეიძლებოდა მოეხდინა განლაგება ტაქტიკური იარაღის რომელსაც შეუძლია შეაღწიოს რუსეთის სიღრმეში და ეს აწუხებდა რუსეთს. აქედან გამომდინარე რუსეთიც ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე იძულებული გახდა რომ გადაეწია ეს ბუფერი. ახლა იმაზეც არის საუბარი გარდა ის 4 სუბიექტი რაც მოიერთა კიდე იქით 300 კილომეტრი გაწიოს ანუ წმინდა ტაქტიკურად უყურებს რა შეუძლია იმ მოწინააღმდეგე თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანას აქვს პრეტენზია უკრაინის ტერიტორიებზე. ეს კიდე მეორე საკითხი. და ეს კიდე სხვა უბედურება. იცი რა მინდა დავით ახლა როცა ავღანეთიდან გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა დატოვეს უბრალოდ ავღანის მისიამ დატოვა ავღანის ტერიტორია ყველამ კარგად იცოდა რომ რაღაცა ახალისთვის ემზადებოდა შეერთებული შტატები და ეს გლობალისტები ომის პარტია deep state თუ რაც გინდა დავარქვათ მნიშვნელობა არ აქვს და ვერანაირად ვერავინ ვერ წარმოიდგენა ამ მასშტაბის ოპერაცია, სპეცოპერაცია იყო თუ კონფლიქტი თუ რა ვიცი, უბედურების გაჩაღებას თუ მოახერხებდა შეერთებული შტატები და ჩვენ ეგ შკალა დაიდო, აი USAID-ზე ვლაპარაკობთ, როცა დახმარებებზეა ლაპარაკი, სხვათა შორის ყველაზე მაღალი დახმარება ჩვენ გვაქვს უკრაინის შემდეგ და 2014 წლისგან საგრძნობლად იზრდება შკალა გარბის, სადღაც თავში როგორ ფინანსდებოდა და როგორ აფინანსებდნენ ამ ხელისუფლების გადატრიალებებს და როგორ ინიშნებოდნენ წინასწარ სანამ გადატრიალება მოხდებოდა უკრაინის ხელისუფლებაში როგორ მოყავდათ უკვე თანამდებობის პირები და ასე შემდეგ. აქ უკვე ნათელი იყო რომ დღეს რო ტრამპი ამბობს ერთ დღეში 100 დღეში რაღაც ესე ადვილად დასამთავრებელ თემას არ იწყებდნენ ესენი და ამას ყოველ შემთხვევაში რუსეთს გააზრებული აქვს თავისთავად რა დაიწყო.
და ნელ-ნელა ტრამპის ადმინისტრაციაც გაიაზრებს რასთან აქვს საქმე. ჩვენ ახლა როცა ვლაპარაკობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იმას თავისი იმპერიალისტური გეგმები ნახე რაზე არის გადასული, ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოება თავი ყველანაირ მიმართულებთ ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. მოსული არ იყვნენ პირველი რაზეც ხელი მოწე 500 მილიარდის გამოყოფა ილონ მასკის თვითონ სად მარსზე დასვან რაღაცა და კომპიუტერიზაცია და რობოტიზაცია და ასე შემდეგ. ჩინეთს რო დავაკვირდეთ, ჩინეთის ეკონომიკა როგორ გარბის წინ და აი სრულ კონკურენციაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უმიზეზოდ არეშინია ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის. და ამ დროს რუსეთი რას აკეთებს? ისევ ჩვეული, ასე ვთქვათ, ჩვეული ფორმით ომშია ჩაბმული. რაღაცნაირად ღვთის წინაშე ვიძახი თუ არ მეწოდებოდეს რუსეთი, მაინც და მაინც ომში უნდა იყოს და ეს ომის მანქანა უნდა იყოს, თუმცა ვიღაცის და გასაკვირად, რომლებიც ფიქრობდნენ ბომბები უთავდება და ჟანგიანი ტანკები ყავთ და ასე შემდეგ, ეკონომიკა წიმის, ეხლა სხვათა შორის ხო, ექსისულელია რას ხაზგასასმელია დავით, რომ აი ეს სპუტნიკები თანამგზავრების კუთხით, აი ეს კოსმოსის ათვისების მიმართულებით, ხო, უკვე მესამე ადგილზეა ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ რუსეთი ამ პერიოდში, ამ ომის პერიოდში, ასე რომ და ახალი არახის არეშნიკიდან დაწყებული ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მიმდინარეობს და რაღაც აბსოლუტურად ამ არეშნიკისგან, ანუ რაც მისი გამოყენების შემდეგ სრული ისტერიკა აქვს ახლა პოლონეთშიც რაღაც მასალები. იმდენად დამანგრეველი იყო ზოგიერთი ქვეყნისთვის არეშნიკის გამოჩინა, რომ ტრამპის განცხადებას მაშინ არ ვიცი მიაქციეს თუ არა. ერთ-ერთი განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ არეშნიკი ეს არის ამერიკული პროექტი, რომელიც მოყარესო. ჩვენივე მამაძაღლებმა მიაწოდესო და უბრალოდ რუსეთმა მე ხვდებით რასთან გვაქვს საქმე, რა ამერიკული პროექტი. რა არა, იმდენად დამაზიანებელი იყო ყველაფერს. ისეთი რამე თქვა, როგორც რუსეთიო დაგვეხმარაო გერმანიის ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. დაახლოებით ეს სასაცილოც აღარ იყო უკვე. ეგ სიმართლე გითხრათ, ორჯერ მოусმინე, მეთქი ხო არაფერი გვეჩვენება, ხო ნამდვილად ესე ამბობს. არა, იმის აღიარება პრინციპში შეიძლება, მე არ გულისხმობ, რომ ტრამპი მართალი იყო აქ. მე გულისხმობ სხვა რამეს, რომ როდესაც ეს სპეცსამსახურები საერთოდ სამხედრო ატაშატი ან სხვადასხვა ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, როდესაც იმართება, ვთქვათ, სამხედრო გამოფენები, მაშინ ხდება მაქსიმალური მობილიზაცია აგენტურის, თუნდაც პატარა ჭანჭიკი. მისი სტანდარტი, რომ მოიპოვონ რაღაც კონკრეტული შეერაღებისთვის და ეს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა ან თუ რაღაც ასეთი ხდება, ეს არის დიდი მიღწევა. იქ ამის გამო ჯერ კიდე საბჭოეთის დროს, როდესაც ცივი ომი იყო და დაპირისპირება იყო ამ გიგანტ ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს, ანუ საბჭოთა კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამაზე რიგარე შეწოდებებს იძლეოდნენ. ახლა სამხედრო ატაშე რო ყოფილიყო, თქვათ, მაიორის წოდებით შეიძლება პოლკოვნიკი გამხდარიყო, ისე რომ ვიცე-პოლკოვნიკი, პატმალკოვნიკი არ გამხდარიყო. ხო, ანუ ამ ძალიან მოპოვებით თვალსაზრისი ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა აი ამ მომენტს, როდესაც შეერაღებას ეხება ეს თემები. და ამგვარად ამ საკითხში ახლა ტექნოლოგიების თქვათ, კოპირება ყოფილა, ასე პრეცედენტები არის, გნებავთ არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო დანიშნულების, ხო, იქნებოდა ეს ავტოტრანსპორტი, ან თუ გემები იქნებოდა, ტურბინები, ძრავები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ ჩამოთვლად შორს აგვიყვანს. და ამ ნაწილში შეიძლება ტრამპის გაგება. მაგრამ ის არა, ეხლა ნუ აი ცნობილი ფაქტია, ხო, როდესაც გერმანელებმა შექმნეს V2, დღესაც არის ზინჰეიმში თუ არ ტექნიკის მუზეუმში გამოფენილია ეს ერთ-ერთი დარჩენილი და იმის შედეგად დაიწყეს მერე აი ამ ბალისტიკური სარაკეტო შეერაღების შექმნა. ანუ გერმანელები წინ უსწრებდნენ უკვე. და ესეთი საინტერესო წიგნი არის ვირუსნე ფლიგელი. უკვე გადამალული ქონდათ მძიმე წყალი, ანუ გირლანდები იყო უკვე ჩაწყობილი აი ფიზიკი ბირთვული თერმობირთვული რეაქციის მისაღებად და მთელი ეს ტვინები ამერიკელებმა მოახერხეს და გაიყვანეს თავის თქვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გამოიყენეს ისინი. ხო, ასე რომ ეს რაღაც მარცვალი სიმართლის ამაში არის. დავით, ეხლა უბრალოდ გადახვევასავით გავაკეთებ თუ გვაქვს დრო და დღეს ესე იგი განვითარებული ქვეყნების ძირითად მიმართულება რა რითი განისაზღვრება, ესე იგი მეცნიერებაში ჩადებული
ასე ვთქვათ, ფინანსებით, ხო, ფულით. და ერთ-ერთი წამყვანი არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ერთად ამ მეცნიერებაში ჩადებული თანხით და შედეგით სახეზია, ხო? ძალიან იმ მათთან შედარებით მცირეა მაგალითად რუსეთში, ხო, მაგრამ ძირითადად რუსეთში სამხედრო შეიარაღება განხრით მეცნიერებაში იდება დიდი თანხები და საქართველოში ნახე სადიდება თანხები თამთა მიქელაძეში წმინდა მზეა ამაღლებულში შვილდაძეში და არ ვიცი ახლა დარჩიაშვილში და ასე შემდეგ. ახლა თამთას რატო გადავეკიდე, იცით, ახლა წეღან რახან ტრამპზე ესეთი საშიში პიროვნებაო და აუგად მოიხსენია, მე ნამდვილად არ ვარ ტრამპისტი, მაგრამ უბრალოდ პიროვნების მინდა 2009 წელს ეს ადამიანი თამთა მიქელაძე იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი. წარმოგიდგენიათ ვინ ყავდა იმ EMCC-ის არის ახლა ხო ერთ-ერთი ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციების 10-მდე ნაშრომის ავტორი გენდერ მიმართულებით ეს სექსუალური და ასე ვთქვათ რელიგიური თავისუფლების და ასე შემდეგ და ასე ადამიანი რომელიც ყველაზე სენსიტივი ყველაზე მგრძნობი არის რეგიონში ქვემო ქართლში დადიოდა და აბუნტებდა აზერბაიჯანელებს და ქართულ ეკლესიას ებრძოდა მაგალითისთვის მარნეულში ახლა მე უბრალოდ დეტალებს არ მოყვები იმიტომ რომ არ მაქვს კურთხევა მეუბნებისგან რაღაცას, მაგრამ ელემენტარულად რომ დაფინანსებად მიწებზე, ესე იგი, ეკლესიის მიწებზე და იმდენი იქნა, სანამ არ დაათმობინა ასე ვთქვათ ეპარქიას. ანუ ეს ადამიანი იყო უშიშროების საბჭოს მრჩევლად 2009 წელს და ის ქვეყანა შეიძლება რამით იყოს არ ვიცი და აი იმათი მოყვანაზე იმ ამბებში იხარჯება ფული და ამათ მოსაყვანად შიმშილობს ის ხალხი დღეს ვინ შიმშილობს და თურმე ცრემლად უნდა ვიღურებოდეთ და ამ ხალხს უნდა ვეფერებოდეთ შენი ჭირიმე შენ არის შიმშილო და დღესვე იტყვის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართულ ოცნებას მოუწოდებს და დაყრიან ფარხმას და მოვლენ და უგულავები და ასე შემდეგ ნაძირალა და ხროვა მოვა მერე ხელისუფლებაში აი ამასთან გვაქვს საქმე რა კი, ეს ფაქტია, მართლა ქვეყანა ჩვენი ეს პატარა საქართველო უნდა იყოს აი დღეს ბოდიში დავით, დღეს ახლა სალომე ზურაბიშვილი, ის ქალბატონი არ ვიცი, ესეც უკვე შეპყრობილობის იმ ალბათ იქიდანაც როგორ გითხრათ, დამამშვიდებელი პასუხი ვერ მიიღო, რომ რაღაც ყველაფერი კარგად არის და თვითონაც შეპყრობილობაში ახლა დღეს ფოთში ხვდება ახალგაზრდებს, იქ გამოურეცხავს ტვინს, სხვათა შორის ძალიან მოუხშირეს დასავლეთში, სამეგრელოში და ასე შემდეგ სიარული როგორც ჩანს იქ და ბათუმში განსაკუთრებით სადაც სუყენია დაგინახეს ალბათ და უბედურება ის არის რომ ამის წინაც ვილაპარაკეთ ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში მაგალითად სტუდენტებზე როცა ვლაპარაკობთ ბიძინა ივანიშვილის მე აშენებულ უნივერსიტეტის სტუდენტობა იფიცება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მისი ლექტორები რომელი დააპურა გზაზე დააყენა და ასწავლის რომ გენდერ თემების გარდა რომ კიდე არსებობს რაღაცა ქვეყანაში და ის ხალხი დღეს გამოდიან საქართველოსა და ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი ეს მე წეღანაც მაგი დავიწყე ნელ-ნელა ალბათ ამაზე იზრუნებს დედა ეკლესია და დაუსწრებლად ხდება თუ არა არ ვიცი შეკვეთულის ლოცვები დაიწყება როგორც ესენი მჭხიბავებით დადიოდნენ და კუბოებს დგამდნენ ქართველი ხალხის და ნემსებს გვიყრიდნენ თოჯინებს და წვავდნენ ცოცხლად თითქოს წარმოდგენებით ხო პერფორმანსებს რო დგამენ. მსგავსი სახის ოღონდ სიკეთის მანტიით ჩვენ მოგვიწევს ამათი კვეთებულის ლოცვების წაკითხვა და იქნება და 10-დან 2-ს მაინც უშველოს და დანარჩენ 8-ს ახლა არ ვიცი ახლა რა ეშველებათ. რადგან ეკლესია ახსენეთ, არ შემეძლია არ თქვა ყველაზე ისეთი ოპერატიული გამოხმაურება ისევ და ისევ აქვს რადიო თავისუფლების მხრიდან. საქართველოში არ შემოუშვეს იეროდიაკონი ანდრეი კურაევი. ხლა ანდრეი კურაევი რითია საინტერესო მე მგონი ალბათ ურიგო არ იქნება უბრალოდ რო თქვა რადგან ინფორმაცია გავცელდა. ადრე შესაძლოა ახსოვთ აქ ჩვენთან საქართველოს მოქალაქეებს კურაევი გამოვიდა საკმაოდ ისეთი სწორი პოზიციით აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ან პირდაპირ თქვა რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია უძველესი მოციქულების მიერ მიწა სადაც სიმონ განანელის მიერ ნაკადაგები იყო ან სწორი პოზიცია ეჭირა თავის დროზე. ხლა იპოდიაკონი ანუ ისეთი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ვიცით რომ ხელა უზარმაზარი სტრუქტურა არის, იმდენი ეპარქიები და სამრევლოები ყავს და კურაევს ჰქონდა ესეთი ავტორიტეტი, საინტერესო როგორც საღვთისმეტყველო საკითხებში გარკვეული იყო ფრიად. მაგრამ მერე მოხდა რაღაც ისეთი ფერიცვალება მასში, ეთყობა რაღაც რუბიკონი რო გადალახა ასაკის, ანუ საშუალო ასაკის კრიზისი ქონდა თუ რა მოხდა, არ ვიცი. რადიკალურად შეიცვალა, სულ სხვანაირი გახდა, აზროვნებაშიც, ან ძალიან მოუხშირა ესეთი ეკუმენისტური განცხადებების კეთება. ძირითადი ეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის კანონიკური მთავარი პრინციპები აბსოლუტურად შეცვალა ქადაგებაში თვითონ რასაც ლაპარაკობდა და მოკლედ რუსეთის ეკლესიის სინოდმა იმსჯელა და საერთოდ მოაშთეს ეკლესიიდან ეს კაცი. ხო და კურაევი ახლა აპირებდა აქ შემოსვლას, რა მიზნით და რა მისიით გაურკვეველია და ისიც ადასტურებს მის ასე ვთქვათ ფერიცვალებას, რომ წარმოიდგინეთ მართლმადიდებელი კაცი, როგორც თავად მიიჩნევს და მიაჩნია რომ უსამართლოდ მოექცნენ იქ კონსტანტინოპოლსაც მიმართა აპელაციისთვის არ იქ მიშველეთო, აღმადგინეთო. თუ არ ვწდები აღადგინეს კიდეც, ოღონ ახლა რუსეთს და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა ევქარისტიაც კი გაწყვეტილია. ეს კაცი წერს, თავს ირჩენს თუ ინახავს, არ ვიცი ისევ USAID აფინანსებს თუ ვინ. ყოველ შემთხვევაში ეზოთერულ წარმართულ რაღაც იგავებს წერს. აი წარმოიდგინეთ, რომ ხა აი პრომეთეზე რო წეროს და აი თესევსზე და რაღაც ზევსზე და ან მართლმადიდებელი კაცი. მართლმადიდებელზე არის საუბარი, რომელიც სასულიერო შესამოსელში იყო. ხო? ხო, რაზეა აქ საუბარი? ანუ ფაქტია, რომ აქვს რაღაცა ცვლილება. აქ უკვე ტვინის თემა არის. ნახე დავით, ჩვენ ახლა გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ჯერ ერთი ქრისტიანები ვართ და ამ კუთხიდაც რო განვიხილოთ მცირედ ისა, ხო? თუმცა ყველა საუკუნეში ყველა წმინდა მამა იძახდა, რომ ბოლო ჟამში ვცხოვრობ, ბოლო ჟამში. დღესაც ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟამის მაცხოვრებლები ვართ და ბოლო ჟამი გამოირჩევა მსგავსი რაღაცეებით, რომ ყველაზე დიდ წმინდანებსაც კი შეაცდენს ეშმაკი ბოლო დროს. იმის მომსწრები ვხდებით ახლა. სიმართლე გითხრათ, თავიდან სიბრაზე მეუფლებოდა ხოლმე, თუმცა დღეს უფრო მეწოდებიან ვიდრე სიბრაზე მეუფლება. ალბათ ამ სასულიერო პირზეც მსგავსი რაღაც განხორციელდა მის მიმართ. ახლა შორს რო არ წავიდეთ, არ ვიცი თქვენ სანამ ეშმაკი შეუძრებოდა პეტრე ცაავას, მეუფე პეტრე ცაავას, ხო? მანამდე თქვენ არ ვიცი მოგისმენიათ თუ არა მისი ქადაგებები და მის მიერ ჩატარებული აი ლიტურგიაზე თუ მდგარ ხართ. აი იფიქრებდი რომ 64-ში ხარ. სანამ არ გააგიჟებდა ეს ომის პარტია, deep state, გლობალისტი თუ რაც გინა არ ვიცი. ანუ რისი თქმა მინდა იცით რომ იყო სავლე გახდა პავლე გაგვიგია, მაგრამ იყო პავლე და გახდა სავლის მომხრეები, მომსწრები ვარ დღესაც. ამით არაფერი არ იცვლება, მადლობა ღმერთს. საქართველოს დედა ეკლესია მისი საჭეთპრობელის ჩვენი უწმინდეს ილია მეორის ასე ვთქვათ მეთაურობით ძალიან მყარად დგას და თუ ვინმეს არ გადაუხვევია და არ უღალატია და ჩვენ ვიცით არა გეცრუვნეს შენ ხო რამხელა ის არის ხო ძეგლის წერა აი ეს არის საქართველოს ეკლესია და ჭიღლაძეები და ძმანი მასნი ვინც ჩავიდნენ დაავერპოვეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა აგენტებად აქციეს ჩამოიყვანეს ჩანერგეს აქ და რაღაცა უბრალოდ საკუთარი თავები გამოაშკარავეს თუმცა ამით ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენეს და ვერც მიადგება ფიზიკურად იმიტომ რომ კლდესაზე და აღვაშენო და ჭეინჯოჯოხეთისანი ქრისტემ თქვა ხო დამთავრდა რაც არ უნდა შუაზე გაიხიოს ეს ლიბერალური სამყარო როგორც ეს სამწუხაროდ უკრაინაში გააკეთა სხვადასხვა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სომხეთის თამადობით უკვე რომ ამ რუსული რაღაცა ამით იწყება ხოლმე რუსეთს გამოვეყოთ რუსეთის ეკლესიას გამოვეყოთ შობაშვიდში რუსეთი აღნიშნავს რა ვიცი ახლა USAID აკრძალა რუსეთმა კაიხნის წინ და ახლა ტრამპმაც აკრძალა რა პრორუსია ტრამპი ანუ რუსულ ნარატივებს მიყვება ანუ სისულელეებზე არის ხოლმე საუბარი და მსჯელობა და სხვათა შორის ჩვენ და სამწუხაროდ
რაც უფრო როგორ გითხრა, რაც უფრო დიდია ტყუილიო, ნათქვამია, მით უფრო დამაჯერებელი არისო და ეს ცბიერებაც რაც უფრო დიდია ალბათ, მით უფრო ასე ვთქვათ, მოქმედებს ადამიანებზე და აი საბურველში ვართ გახვეულები დღემდე. კი ბატონო, საეკლესიო თემატიკა ცალკე თემა არის, სკრუპულოზურ მიდგომას საჭიროებს, ვთქვათ, დილეტანტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანის ჯობს საერთოდ არ შეეხოს ამ საკითხებს, იმიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია, იგივე ეს გლობალისტები და ლიბერალები ძალიან გამარტივებულად ზედაპირულად უდგებიან სტატიკურად ამ საეკლესიო საკითხებს, ვერ ერკვევიან საერთოდ არ იციან და ეს ბანალურ სისულელეებს ლაპარაკობენ ხშირად, ხო რაც მე ეთერებში ახლა ცალ-თვალით მიყურებია მათთვის, რა ბოდავენ პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამიტომ ხო ეს სათუთი საკითხია და მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ საუბარი და არა ისეთი სპეციალისტები არ იგულისხმება, რომლებიც ჩამოდიან ამ ეკუმენური ერესიდან. ლონდონიდან რო ჩაერთვებიან ხოლმე თეოლოგები და ილია უნიშიც იყვნენ დაბუდებულები, იქ მთელი რიგი, ვითომ თეოლოგებად ასაღებდნენ მათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ჰონორარებს იღებდნენ სპეციალურად ამისთვის, რომ გაევრცელებინათ ეს თავსმოხვეული გარე რაღაც ახალი დოგმები. რაც სრულიად შეუსაბამოა ჩვენს ტრადიციულ ისტორიულ ღირებულებებთან და ასევე ჩვენს სარწმუნოებასთან. ერთ-ერთი მიმართულება USAID-ის იყო კოვიდის პერიოდი, როცა აფინანსებდა ამ კოვიდ ფაუჩის ასე ვთქვათ ორგანიზაცია თუ რაც იყო რაც ეს ამ წამალს ვინც ქმნიდა ხო ამ აცრების ირგვლივ ხო და მაშინ როცა რაღაცნაირად ჩაკეტვა უნდათ მოსახლეობაში და რაღაცა ესეთი ფსიქოზისში უნდათ საქართველოს მოსახლეობა. არა, ეს იყო ნიშნები იყო და თან ძალიან კარგად განახორციელეს მაშინ ის გამყრელიძე და ესენი გამოდიოდნენ და ჩვენ ვილოცებთ თქვენთვისო აივნებიდან ილოცეთ ტაძრებში ჩვენ წავალთ და მაშინ თუ გახსოვთ კომენდანტ საათი თუ რა ერქვა მაგას 8 საათს მერე ვერ გახვიდოდი იმით მანქანით უფრო სწორად და ფეხით გიწევდა სიარულე. ანუ მიზან მიმართული ზომბირება ხდება. სულიერი მხარეც თვითონ აიღეს და აი ყველანაირი ლიდერები უნდათ ყოფილიყვნენ და მორალს გვიკითხავდნენ ამორალური ადამიანები. ხა თეოლოგებად გვევლინებიან ადამიანები, რომლებიც ზოგი გათხოვილია კაცი, ზოგის დამ ცოლი მოიყვანა და ასე შემდეგ და ჩვეულებრივად ისე გვიკითხავენ ლექციებს, თითქოს არ ვიცი, ხა ციდან ჩამოფრენილები ვართ და პაპუასები და რაღაც ახალ ხილზე გველაპარაკებიან. ხო, ეს გამოსწორდება, დიდი იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში ითქვა და დაანონსდა, რომ თუნდაც განათლების საკითხებში უნდა შევიდეს მთელი რიგი ცვლილებები, ჯერ მინიმუმით იწყებენ, უკვე ექნება ნიშნებს გავლენა საშუალო საჯარო სკოლების გამოსაშვებ კლასებში, რომ უმაღლესში, ვთქვათ, ჩარიცხვის გახსოვთ ალბათ უმაღლესში საერთოდ უკვე ყოველგვარი იმის გამოცდების გარეშე იღებდნენ და მე ვითომ თუ ისწავლიდი და ვერ ისწავლიდი ჩათვლას მიიღებდი თუ ნიშანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Ლიანად მოშლილია განათლების სისტემა და განათლების სისტემა ზუსტად ის დანაშაულებრივი ბუდე, სადაც ყველაზე დიდი ფინანსები ლომაიადან დაწყებული განხორციელდა აი ხურეთ ჩვენ პირველი თაობის ყავს ეს მოღალატეების მთელი კასტა ეს ბერძენიშვილები, ნათელაშვილები და ესენი არასამთავრობოები იყვნენ თუ პარტიები თუ რაღაცა რომლებმაც შეგნებულად უღალატეს საქართველოს ქართულ კულტურას მართლმადიდებლობას და ფულის სანაცვლოს აკეთეს ასე ვთქვათ ამ დასავლეთის ამ გლობალისტების საქმე დავით და შემდეგ უკვე მათ განათლების სისტემის შეცვლით აბსოლუტურად გამოზარდეს, ტვინი გამოურეცხეს, თაობები გამოგვიზარდეს, მანქურთება, ტვინ გამოცხელი, ანუ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის, საკუთარი კულტურისა და სარწმუნოების მტრებად გაგვიზარდეს თაობა, რომელთა ასე ვთქვათ, რომელთაც ის არა აქვთ, რაღაცა ბარიერიც არ აქვთ, ხო არ უღალატობთ, არა, მათ ეხლა ახალგაზრდებს რასაც ხედავ, იმათ სჯერათ, რომ სწორად იქცევიან უბედურება ამაშია ყველაზე დიდი უბედურება ესენი ილიაუნიდან დაწყებული არის
სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან დამთავრებული, გაგვიზარდეს ესეთი თაობა და ეს დაიწყო ზუსტად ბაღიდან. ბაღში დღევანდელ ბაღებში არაფერი არ ისწავლება. ეს ყველამ კარგად ვიცით, ვისაც ბაღის მოსწავლე ყავს, ბავშვი მიდის, ან უნდა აჭამონ, დააძინონ და წამოიყვან. სკოლაში არაფერი არ ისწავლება, თუ ისწავლება ისიც რაღაცა გენდერ თემები და იმედია ეს მალე შეიცვლება და შესაბამისად უნივერსიტეტებში ხო საერთოდ არაფერი არ ისწავლება და რა ხდება? თუ რამე ისწავლება საქართველოში, ეს არის უცხოური სკოლები, მაგალითად თურქული სკოლები ბათუმში და ასე შემდეგ, უცხოური სკოლები თბილისსა და რეგიონებში, სადაც გამოგვიზარდეს გვარით ქართველები, მაგრამ შეგნებითა და ასე ვთქვათ, მენტალიტეტით სრულიად უცხო ქართული კულტურისათვის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. ჩვენ უკვე შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის. არ გადიყავით.